2020 წლის 23 ნოემბერი, ნიჭიერის ფინალი. დღე როცა ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. თეთრი. ზუსტად მახსოვს ის მომენტი, როცა აქ ამ შენობაში ფილარმონიის დიდ სცენაზე ჩემი სახელი გამოაცხადეს. მიიღო და ნიჭიერის გამარჯვებულია. დაახურა. ლაშეგელაშვილი. უამრავი ფიქრი, ზღვა ემოციები. როცა ხვდები, რომ ყველა იმ წლებმა, თქვენ თუ დღეებმა, რომელიც შრომას მიუძღვენი საუკეთესო შედეგი გამოიღო. თან ეს შედეგი მხოლოდ ქვეყნის ყველაზე ნიჭიერი სტატუსი არ ყოფილა, რადგან გამარჯვებულს ბინა ბათუმში გადაეცემოდა. მაგრამ სად არის ეს ბინა? საერთოდ არსებობს და თუ არსებობს, რატომ არასდროს არაფერი მithქვამს ამის შესახებ? 2020 წელი, პანდემია, კოვიდი. დრო როცა ყველაფერი გაჩერდა, მათ შორის ჩემი გასარემონტებელი ბინაც, რომელიც შავი კარკასის მდგომარეობაში გადმომეცა. ალბათ ყველას გვახსოვს თუ როგორი რთული სიტუაცია გამოვიარეთ მაშინ და რა დრო დაგვჭირდა კალაპოტში დასაბრუნებლად. არც ჩემი მდგომარეობა ყოფილა განსხვავებული, რადგან მხოლოდ 2 წლის შემდგომ დავიწყე სახლის რემონტზე ფიქრი. რამდენიმე თვიანი სტრესული და დამღლელი პროცესის შემდგომ, რადგან ძალიან რთული იყო თბილისიდან ბათუმში ბინის გარემონტება, საბოლოოდ გავედი ბოლოში. აქედან არის ესე იგი შემოსასვლელი, პატარა კარადა, სათავსოს ადგილი, აქეთ არის ვანა, აქეთ გვაქვს მოწყობილი სამზარეულო, ტელევიზორი და აქ როგორც თქვით უკვე დაიდგმება მაგი და მრგვალი მაგი და თავის კამებით, ნიცა გამარჯობა. მოგწონს ნიცა სახლი. ეს ჩვენი დივანი, კონდიციონერი აქეთ გვაქვს. კარგი, ესე იგი ყოფილა დემის და ნიცას ოთახი, ესეთი ულამაზესი ოთახი შეარჩიეს. შემოგვიშვიდა მეტრე, კაკუ. ჩვენი აივანი. საკმაოდ დიდი და გრძელი აივანია. ბინა გამოვიდა ძალიან ლამაზი, თან შემთთვის პირველი საკუთარი სახლი გახდათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ემოციები იყო ორმაგად სასიამოვნო და სასიხარულო, მაგრამ მქონდა გულისწყეტაც, რადგან მიწევდა ამ ბინის გაყიდვა. მოგეხსენებათ, მე თბილისში ვცხოვრობ და ჩემთვის პრიორიტეტი იყო, რომ აქ მეყიდა სახლი და მას შემდეგ, რაც ბინა გავყიდე, ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო ჩემთვის და მინდა რომ ეს გამოცდილება გაგიზიაროთ თქვენც. დაახლოებით 7 თვე ვეძებდი ბინას თბილისში, ამ ხნის განმავლობაში ძალიან ბევრ კომპანიასთან მქონდა შეხება, რომლებიც უამრავ დაპირებებს გაძლევენ, თუმცა ხშირ შემთხვევაში ეს დაპირებები რეალურ სურათს არ ასახავს. თუ ახლა მიყურებს ისეთი ადამიანი, რომელიც აპირებს ბინის შეძენას, ჩემი დიდი რჩევა იქნება, რომ გადახედოთ კომპანიის წარსულს, მოიძიოთ ინფორმაცია, ხელშეკრულებას ამ ხელს მოვაწერთ, ანახოთ კომპეტენტურ ადამიანს ან იურისტს, რადგან ძალიან ბევრი კომპანია სამწუხაროდ განსაკუთრებით ესეხება მშენებარე კორპუსებს, თავიანთ დანაპირებებს არ ან ვერ ასრულებენ. თუმცა ამ 7 თვიანი ძიების პროცესში საბედნიეროდ ჩემ გვერდით იყო ჩემი მეგობარი გუგას მოკითხვა აქედან, რომელიც ძალიან კომპეტენტური და გამოცდილი ადამიანია და სწორედ მის დახმარებით საბოლოოდ იდეალური არჩევანი გავაკეთე Comfort Hills-ზე. Comfort Hills-ი გახლავთ მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც მოიცავს 16 ჰექტარ ტერიტორიაზე გაშენებულ 3 კორპუსს, შიდა რეკრეაციულ სივრცეებს, მიწისქვეშა პარკინგს, ტერიტორიას ყავს დაცვა, ბავშვებისთვის იქნება სპორტული და სათამაშო მოედანი, ტერიტორია არის აგრეთვე წყნარ და მშვიდ ადგილას, მოკლედ ყველა ის საჭირო ინფრასტრუქტურა, რომელიც მნიშვნელოვანია კომფორტული ცხოვრებისთვის. კორპუსი გამოიყურება ასე მეგობრებო, მაგრამ როგორც გითხარით, ამ კორპუსის გარდა კიდევ მიმდინარეობს B და C ბლოკის მშენებლობა, რომელიც სრულდება 2026 წლის აგვისტოს და 2027 წლის ბოლოს. დეტალები იქნება აუცილებლად ვიდეოს აღწერაში, ასევე შეგიძლიათ შეამოწმოთ Comfort Hills-ის უკვე დასრულებული სხვა პროექტიც Vake Hills-ი, სწორედ ასე მოვიქეცი მეც და თუ გექნებათ სურვილი ბინის შეძენის, აბსოლუტური რეკომენდაცია ამ კომპანიას ჩემგან. შეგახსენებთ, რომ ჩემი არხის გენერალური სპონსორი და წარდგენი გახლავთ ამბასადორი ბეთი, მადლობა მათ ნდობისთვის, მადლობა აგრეთვე Somersby-ს იმისთვის, რომ ზაფხულის ასე ცხელ დღეებში გვაგრილებს და ასევე მადლობა Credo Bank-ს, რომელიც საშუალებას მაძლევს თქვენთვის კონტენტის შეუქმნას. სანამ განახებთ დასრულებულ ბინას და საბოლოო შედეგს, ასე გამოიყურებოდა სახლი მწვანე კარკასის მდგომარეობაში.
მოკლედ 5 წლიანი დამღლელი პროცესის შემდგომ უკვე აქ ვარ და შემიძლია გაჩვენოთ ჩემი სახლი. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. ასე გამოიყურება ჩვენი მისაღები, რომელიც გახლავთ სტუდიო ტიპის. აქეთ არის სამზარეულო მოწყობილი. თან ცოტა უფრო შეკრული რომ გამოსულიყო, ბარის სახე მივეცით სამზარეულოს, თან ძალიან მომწონს ეს სტილი, მგონია რომ უხდება. სხვათა შორის, რასაც ხედავთ, სამზარეულო ბავშვების საძინებელში, საწოლები, კარადები, კომოდი, სახლში რაც მსგავსი სახლის ავეჯი არის განთავსებული, ყველაფერი არის დამზადებული Top House-ის მიერ. Top House-ი დაგეხმარებათ, რომ სახლის სრული ავეჯი დაგიმზადოთ, შეგიძლიათ ეწვიოთ მათ შოურუმსაც, სადაც ფერთა ძალიან დიდი არჩევანი დაგხვდებათ, ან მიწევთ პირდაპირ Facebook page-ზე და მათი გუნდის წევრები დაგეხმარებიან სასურველი დიზაინის შექმნაში. აქეთ მხარეს გვაქვს გასართობის სივრცე, სადაც განთავსდება ტელევიზორი, კონსოლი, ვინც არიცით, მე ძალიან მიყვარს ვიდეო თამაშები. გარკვეული ტექნიკის ნაწილი ჯერ არ გადმოგვიტანია, დაახლოებით ესე ერთ კვირაში უკვე სრულიად გადმოვსახლდებით აქეთ. ესეც ჩვენი აბაზანა, პატარა, კომპაქტური და ჩემს ძალიან ლამაზი. ეს ბინაც და მათ შორის ბათუმის ბინაც არის ჩემი მეუღლის გემოვნებით აბსოლუტურად ყველაფერი და აქ მინდა მადლობა გადაუხადო Kiwi Space დიზაინერ მარიამს, რომელიც დაგვეხმარა ამ სახლის დიზაინის შექმნაში და აგრეთვე მინდა რომ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაგიზიაროთ. აბაზანში თავიდან ვაპირებით რომ გამოგვეყენა MDF-ის მასალა, რაც არანაირად არ არის რეკომენდირებული, რადგან მე არ ვიცოდი რომ არ შეიძლება MDF-ის გამოყენება აბაზანაში, გამოვლინარი იქიდან რომ წყალთან შეხებისას იბერება, ფუჭდება, ზოგადად ნესტის დროს ვერ უძლებს და დროთა განმავლობაში როგორც არ უნდა მოვუაროთ, აუცილებლად მოგიწევთ მისი გამოცვლა. ამ დროს გამოჩნდა ასეთი კომპანია, თემა, რომელიც აბაზანის ავეჯს ამზადებს სპეციალური მასალისგან, PVC-სგან, ეგრეთ წოდებული PVH-სგან. ეს მასალა არის 100%-ით ხარისხიანი და უსაფრთხო, რასაც ისიც მოწმობს, რომ 15 წლიან გარანტიას იძლევა კომპანია. ამ კომპანიას შეუძლიათ, რომ დაგიმზადონ თქვენთვის სასურველი დიზაინით აბაზანის ავეჯი, როგორც ჩემ შემთხვევაში მოხდა, ასევე აქვთ მზად პროდუქციაც, რომელთა ფასებიც იწყება ბიუჯეტური 200 ლარიდან, რაც შეეხება ფილიალებს აქვთ თბილისში, ქუთაისში და ხაშურში. რაც შეეხება საშყავი კაბინას, ასე გამოიყურება და აქაც მინდა მადლობა გადაუხადო კომპანია Glass Industries, რომელიც გარდა იმისა, რომ გამოირჩევა ოპერატიულობით, ხარისხით, პროფესიონალიზმით, კიდევ ერთ-ერთი ფაქტორი, რატომაც საბოლოოდ შევაჩერე მათზე არჩევანი, ეს არის გამჭვირვალე ლამექსი, რომელიც გახლავთ უმაღლესი ხარისხის ნაწუთობი მასალისგან დამზადებული. დაზიანების შემთხვევაში არ იმსხვრევა და არის 100%-ით უსაფრთხო, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ სახლში ყავთ თქვენს ბავშვები. ახლა შეგახედებთ საძინებლებს, ჯერ ვნახოთ ბავშვების საძინებელი. ვინც არიცით, მე მყავს 2 შვილი, 4 წლის დემეტრე და 7 წლის ნიცა. ეს არის მათი საძინებელი, აქ აქვთ სამეცადინო კუთხე, მაგიდა, მათი საწოლები. და აქეთ თავიანთი რაღაც გასართობი პატარა სივრცე, კარადები და ასე შემდგომ. მეგობრებო, თუ აპირებთ სახლის მოწყობას, ან გაქვთ სურვილი რომ შეიძინოთ რაიმე, ან უბრალოდ გიყვართ შოპინგი, მაგრამ არ გიყვართ ჩემსავით ლოდინი და ზედმეტი პროცედურები, კრედობანკი გააძლევთ საშუალებას, რომ წინასწარ დაიმტკიცოთ 8000 ლარამდე ლიმიტი პირდაპირ მაი კრედოდან. ლიმიტის დამტკიცება შეგიძლიათ ნებისმიერი ტიპის შემოსავლის საფუძველზე, ხოლო თანხა შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერ ადგილზე, ონლაინ შოპინგისთვის თუ მაღაზიებში. ხოლო რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აუთვისებელ ლიმიტზე არ გექნებათ არანაირი ზედმეტი გადასახადი. ახლა გაჩვენებთ უკვე მეორე საძინებელს. ესეც ჩვენი მეორე საძინებელი, სადაც აქ პატარა სამუშაო სივრცე მექნება მოწყობილი, აქ დავდგავ კომპიუტერს, ასევე აქ მოხდება ახალი იდეების გენერირება, რომლითაც ახალ კონტენტს შევქმნით და შემოგთავაზებთ თქვენ მეგობრებო. ასევე ეს ოთახიც არის ძალიან მოსაწყობი, აქ რაღაც კონკრეტული ჩემი საიუზიო ინვენტარის და რეკვიზიტების დალაგება, განთავსებას ვაპირებ. ხოლო აქეთა მხარეს დიდი ალბათობით რაღაცების განთავსებას და ჩამოკიდებას. მაგალითად, ერთ-ერთი არის ჩემი დასტები და სხვათა შორის ასეთი კიდევ 2 მაქვს და ისინი კიდევ უფრო დიდია. ვინც არიცით, დაახლოებით 200-მდე დასტა მაქვს პირად კოლექციაში.
ასევე სხვადასხვა ლამაზი ფოტოებით მინდოდა რომ მომერთო ჩემი ოთახი და ერთ-ერთი გაახლავთ მანგამუნის მიერ გადმოცემული საჩუქარი, რომელიც წინა მაფიის სეზონის ფინალში გადმოცა. მისი რჩეული გავხდი, ძალიან დიდი მადლობა. ფოტოშოპის ეგ ფინალი მოვიგე. პატიოსნების მხარეს ვიყავი და ვიყავი დეტექტივი. და ესეთი ულამაზესი ფოტო დამიმზადა, რომელიც გახლავთ ჩემი უსაყვარლესი და ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ტოპ ფავორიტი ფილმის პრესტიჟის პოსტერი, ვინცაც ჯერ კიდევ არ გაქვთ ნანახი, უდიდესი სიამოვნება გელით აუცილებლად უყურეთ პრესტიჟს. იდეაში ეს ხომ მოგებული ბინა გამოდის, ესე გამოდის ნიჭიერში მოგებული ბინა. ხო და ამ ბინაში განთავსდება აგრეთვე სხვა მოგებული პრიზებიც, მეგობრებო. ეს გახლავთ გორგასლის ჩემპიონატში, როდესაც გავიმარჯვე, გადმოცეს ეს ჯილდო. ეს გახლავთ კაპიტალის პირველი სეზონის ჯილდო, რომელიც დანიელიას არხზე ჩატარდა და შემდეგ სეზონზე აუცილებლად ვეცდები რომ ტიტული დავიცვა და ეს გახლავთ ბოლო დროს ჰიტამ ჩაატარა UFC-ს ტურნირი YouTuber-ებში და ძალიან გამიხადა რომ მოვიგე მერაბ დვალიშვილის ხელთათმები, მერაბ დვალიშვილის ხელმოწერით და წარმატებები მერაბს შემდეგ სატიტულო ბრძოლაში. ასევე მე წამოღებული მაქვს ჩემი ვერცხლის ღილაკი, რომელიც ძალიან დიდი ხანია რეალურად ჩამოვიდა, მაგრამ სპეციალურად არ გავხსენი, იმიტომ რომ ვაპირებდი რომ მეთქი აი ახალ სახლში რომ გადავალ, იქ გავხსნითქო. რეალურად გაცილებით მალე უნდა გამეხსნა, მაგრამ როგორც ყოველთვის რემონტის პროცესი ყოველთვის იწელება. ამიტომ ახლა ამ ვიდეოში გავხსნი თქვენს თანდასწრებით. სამ ჩვენს ვერცხლის ღილაკს გავხსნი, მე გეტყვით რომ იუთუბერებს შორის ადრე ჩატარდა კაუნთერის ტურნირიც. და ფიზიკური ჯილდო არ მაქვს, მაგრამ ჩემ და გასაკვირად იქაც მე გავიმარჯვე და კომენტარებში დაწერეთ მეგობრებო კიდევ სადგინათ რომ მივიღო მონაწილეობა და ისიც მოვიგოთ ერთად. ესეც ჩვენი ოქროს ენა მიყივლა, ოქროს ღილაკი თქო და ესე იგი მილიონამდე ავალთ. არ ვიცი როდის, მაგრამ ავალთ. ესეც YouTube-ის მიერ ოფიციალური წერილი, სტანდარტული მესიჯით, რომელთაც თავს არ მოგაწყენთ, ყველამ კარგად იცით რა წერე და ასე გამოიყურება ჩემი ვერცხლის ღილაკი, რომელსაც აუცილებლად მიუჩენთ ამ ოთახში ადგილს. აუცილებლად დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, იმიტომ რომ 150,000 გამომწერზე გპირდებით კიდევ ერთ განსაკუთრებულ ვიდეოს. მალე ავიდეთ, რომ მალე იხილოთ ეს ვიდეო. აჰა. რამას მოიღებ? კამერაში თქვი რომ მეც მექნება. სარკეროთ. ესეც ჩემი ახალი სახლის ტური, მეგობრებო. ნუ რაღაცები ჯერ ბოლომდე არ არის დასრულებული, აი პატარა დეტალები აკლია, მაგალითად ჩემს უკან კედელს რასაც უყურებთ, მინდა რომ ძალიან დიდი ლამაზი ფოტო, პოსტერი ან რაიმე დეკორი იყოს ჩამოკიდებული. და არა მარტო ამ კედელზე. ამიტომ თუ რაიმე იდეები გაქვთ, თუ შეიძლება კომენტარებში დამიწერეთ, აუცილებლად გადავიკითხავ. ან თუ კომპანია მიყურებს და აქვთ რაიმე საინტერესო შემოთავაზება აქვთ, შეგიძლიათ მეილზე მომწეროთ, როგორ შეიძლება მოვხდო ლამაზად ჩემი სახლი. აუცილებლად დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, მადლობა ჩემს წარმოდგენს და გენერალურ სპონსორს ამბასადორ ბეტს, ასევე კრედო ბანკს და სომერსბის, იმისთვის რომ მხარს მიჭერენ და მაძლევენ საშუალებას, რომ თქვენთვის შევქმნა ძალიან მაგარი კონტენტი. ეს ვიდეო იმიტომ არ გადამიღია, რომ მხოლოდ ჩემი სახლი მეჩვენებინა თქვენთვის, მინდოდა რომ გამეზიარებინა პირველ რიგში ის გამოცდილება, რომლითაც დავწუნდი, რომ დაუღალავ შრომას აუცილებლად მოაქვს თავისი შედეგი. თუ რაიმეს გჯერათ და გწამთ, გააგრძელეთ თქვენი საყვარელი საქმის კეთება და მერწმუნეთ, რომ შედეგს აუცილებლად მიაღწევთ. გისურვებთ ყველას წარმატებებს.